გამარჯობათ. დღეს ვნახოთ კონკრეტულად სიტუაცია საჯარო გაშლის სახით, ჩაფიქრებული პიროვნების რეალური დამოკიდებულება თქვენდამი როგორი არის. მასში რა ემოციას იწვევთ, ან ზოგადად მისი ფიქრები სიტუაციური კუთხით როგორი არის თქვენთან დაკავშირებით. ვარიანტების რაოდენობა იქნება ორი ვარიანტი, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი ის, რომელიც მეტად დაგიძახებთ ინტუიციურად და დავიწყებთ პირველი ვარიანტით. შეგიძლიათ ეს ან კონკრეტული სხვა ნებისმიერ თემაზე გაშლისთვის მომართოთ პირადში კონსულტაციისთვის. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, მათ ვინც ვერ მოსწარით შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტის წარმომადგენლების არსებულ ინფორმაციას. შეხედეთ პირველი ვარიანტისთვის პირდაპირ მნიშვნელობით ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ შენ ხარ ის ადამიანის კატეგორია, რომელიც მას პირდაპირ მნიშვნელობით ენერგიას აძლევს. შენ გარკვეული კუთხით თითქოს ამ ადამიანს აძლევს ცხოვრებისეულ მუხტს, ცხოვრებისეულ სიცოცხლის უნარიანობას, ესე ვეტყვი და გარდა ამ ყველაფრისა პირდაპირ მნიშვნელობით შენი ენერგიებითაც იკვებება. შენ მისთვის იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხარ, ვიდრე შეიძლება შენ წარმოგედგინოს. გააზრების დონეზე ამ ადამიანს გარკვეული კუთხით უჭირს ხოლმე გააზრება ბოლომდე, ანუ რამდენად შეიძლება შენ მისთვის ძვირფასი იყო, რამდენად შეიძლება საჭირო იყო მის ცხოვრებაში რო იყო, მაგრამ რეალურად საკუთარ თავში ძალიან არეული არის ეს ადამიანი. აქვს მომენტები, როდესაც თქოს შენთან შეიძლება მომენტში საერთოდ არ უნდადეს კავშირი და შენთან მიმართებაში გქონდეს ძალიან დიდი აგრესიის მომენტებში პირიქით შეიძლება შენ გარეშე ვერ ძლევდეს. რეალურად პირდაპირ მნიშვნელობით ამ ადამიანს აქვს შენდამი მიჯაჭვულობის მომენტი, ხვდები? ანუ პირდაპირ ესე გაგიჟებით სიყვარულის მდგომარეობას ვერ ვიტყვი, უბრალოდ მას მუდმივად აქვს საკუთარ თავთან დაკავშირებით შეკითხვა, რომ მე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, რა არის სწორი შენთან მიმართებაში, რა არ არის სწორი, ხვდები? ეს არის ადამიანის კატეგორია, რომელსაც სჭირდება მეტად ჩამოყალიბება საკუთარ თავში. ემოციურად შენზე მოჯაჭვული არის შენი ენერგიებით, შეიძლება ითქვას. მას მომენტებში ეს ყველაფერი გადასდის როგორც ენერგოვამპირიზმის თემაში, იმიტომ რომ შენ სასიცოცხლო ენერგიას ღებულობს პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ აქ ვიტყოდი, რომ გაურებულ მდგომარეობაში არის. მომენტებში შენ მისთვის ყველაფერი ხარ, მომენტებში შენ და მიაქვს სიძულვილისა და პროტესტების თემას, თითქოს შენ მასზე მანიპულირებს სიტუაციურად ეს იაღიქვავს. აქ ესე პირდაპირ სიყვარულს ბოლომდე ვერ ვიტყვი, აქ არის შეჩვევის მომენტი, ინტერესის მდგომარეობა, ვნებების თემები. ასე რომ ეს ადამიანი ძალიან ჩამოუყალიბებელ პოზიციაში არის და მეტად სჭირდება საკუთარ თავში გარკვევადობა. რაღაცა მომენტში შენც უნდა მისცე ბიძგი, რომ დააჩქაროს თავისი პროცესები, რას როგორ გააკეთებს, თორე თუ ესეთი ტემპით გაგრძელდა ყველაფერი, უბრალოდ იქნებით იმ ერთი პოზიციის მდგომარეობაში, რაშიც ახლა ხართ ამ მომენტისთვის, ხო? დამიწერეთ რამდენად რეზონირდა თქვენთან არსებულ სიტუაციებთან, გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ამ ადამიანს აქვს ხოლმე მუდმივად შეგრძნება, რომ რაღაცა მომენტებში თითქოს შენთან მიმართებაში ზედმეტად შეიძლება ბევრსაც გთხოვდეს ხოლმე, მაგრამ ბოლომდე აღიარება არ უნდა. რეალურად ამ ადამიანს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ უნდა რომ მაქსიმალურად შენზე იყოს გადმორთული, თითქოს უფრო მეტით რომ დაგითმოს სიტუაციურად, ხო უფრო მეტი გააკეთოს, მაგრამ არის ფაქტორები, რის ფონზეც ბოლომდე საკუთარი თავის რეალიზირებას ურთიერთობაში და სიტუაციურად ვერ ახერხებს. მას მუდმივად აქვს ხოლმე საკუთარ თავში ფიქრის მდგომარეობა, რომ იცი მე რომ ესე გავაკეთო, ის ხო არ ჩამითulis შენ გულისხმობ მანიპულაციის მდგომარეობაში. ანუ ზედმეტად ბევრს ფიქრობს და ზედმეტად ბევრს ნერვიულობს, რაც შეიძლება სამომავლო სიტუაციების კუთხით იყოს. რაღაცა მომენტში არ უნდა რომ თავგანწირ პოზიციაში აღმოჩნდეს და თავი შეგწიროს სიტუაციური კუთხით, ხვდები? ანუ ეგოს თემები ერთება ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანს და ეგოს თიმოქმედებს პირდაპირ მნიშვნელობით, ხვდები? ასევე ამ ადამიანს აქვს სიტუაციურად მსგავსი დამოკიდებულება, რომ ანუ თითქოს სჭირდება მას გვერდით ადამიანი, ვისაც გარკვეული კუთხით გაუზიარებს თავის ემოციებს, თავის სიხარულს, თავის მწუხარებას და შენ ხარ ზუსტად ის ადამიანი, რომელიც ამ კუთხით გაუგებს და ერთმანეთის უბედურებასაც, ლხინსაც და ჭირსაც პირდაპირ მნიშვნელობით ერთად გაივლით. უბრალოდ მომენტებში ფიქრობს, რომ ზედმეტად არ უნდა შენზე დამოკიდებული იყოს, ზედმეტად არ უნდა რომ მოგეჩვიოს სიტუაციურად, თითქოს სისუსტედ მიაჩნია ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანი რაღაცა მომენტში სხვაზე არის დამოკიდებული, ხვდები? ერთი წუთით.
და პირდაპირ მნიშვნელობით აქ ის თემა, რომ შეიძლება შენ ეს ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ გამოიყენო და სისუსტე, რომელიც შეიძლება მან გამოავლინოს ემოციების კუთხით, ან ზედმეტად სიყვარულის გამოვლინება, ან ზედმეტად ემოციურობა, თითქოს რაღაცა მომენტში შეიძლება შენ ეს ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ გამოიყენო. მას აქვს ძალიან დიდი უნდობლობის დამოკიდებულება ადამიანებთან მიმართებაში. შიშები აქვს, რომ ვიღაცა მას უღალატებს სიტუაციად. არა ცხოვრებისეული გამოცდილების ფონიდან გამომდინარე, ადამიანებისადმი აქ ნდობა დაკარგული. მას ჭირდება, რომ მაქსიმალურად შენ მოიპოვო მისი ნდობა. ყველანაირად სიტუაცია დაგრძნობინო, რომ მეიცი სიტუაცია შეიძლება ვიყო დაც, ძმაც, დაქალიც, ძმაკაციც, ნათესავიც, ხვდები ხო სიტუაციას, რასაც გულისხმობ. რეალურად მისი დამოკიდებულება შენთან მიმართებაში არის, რომ თან უნდა რომ შენთან იყოს, თან გიფრთხის, რომ ზედმეტად შენზე არ იყოს გადმორთული სიტუაციურად. შიში აქვს იმის, რომ რაღაცაში შეიძლება სისუსტე გამოავლინოს. მისი სისუსტე არის ეს ემოციების გამოვლინება, სიყვარულის გამოვლინება და გრძნობა, რომ გაჩვენოს, რომ იცი შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ. აი ესეთი იყო ორი ვარიანტის არსებული სიტუაციები, დამიწერეთ რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო. პირადი კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა, მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, ან არსებულ თემაზე, ან ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით.